Клоун, неудачник, человек вообще с неизвестным образованием. მარია ზახაროვა და რუსული დიპლომატია ისეთივე კარიკატურულია დღეს, როგორც საბჭოთა ადამიანი და მისი აღშფოთება იყო. ფარსი, რომელიც პუტინის დაგეგმილ სპექტაკლში გათამაშდა, მარტივად გასაშიფრი და წინასწარ განჭვრეტადი იყო. სამშვიდობო პროცესი თურქეთში მოლაპარაკებებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, წინ ვერ წაწია. Это вообще история не про переговоры. ეს ისტორია მოლაპარაკებებს არც ეხებოდა. მთელი ამბავი დაიწყო მაშინ, როცა უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები. დაურეკეს ტრამპს და შეუთანხმდნენ. თუკი პუტინი არ დათანხმდება 30 დღიან ზავს 12 მაისიდან რუსეთს დაუწესდებოდა ახალი სანქციები, ევროპულ-ამერიკული სანქციები. აი ეს არის მთელი ამბავი. პუტინი ამან აშკარად შეაშფოთა და გვიან ღამე დანიშნა პრესკონფერენცია. ეს ულტიმატუმი არ შეიმჩნია, მაგრამ თქვა რომ მზადაა უპირობოდ განაახლოს მოლაპარაკებები სტამბულში. ეს სხვათა შორის ერთგვარი უკან დახევაა. აქამდე მოლაპარაკებებსაც კი წინაპირობებს უყენებდა. სწორედ ამ უკან დახევის გამო ტრამპი მიესალმა ამ წინადადებას და დიდი ასოებით დაპოსტა სოციალურ ქსელში, რომ უკრაინელები უნდა ჩავიდნენ ამ მოლაპარაკებებზე. პუტინის და ტრამპის ამ გეოპოლიტიკურ გადაპარაკებას ზელენსკიმ სწორად აუღალღო და პირდაპირ პუტინს შესთავაზა სტამბულში ჩასვლა. დონალდ ტრამპაც მხარეაობა და თქვა, იქვე ვიქნები და თუსაც რო გახდება, მეც ჩავალო. თუმცა ზელენსკის ამ ფრაზაზე რთული არ გაგახსენდეს ომის დაწყებიდან 3 დღეში ნათქვამი Президент тут. Все мы тут. ვიდეო მიმართვა, რომელმაც ბევრის აზრით განსაზღვრა უკრაინისთვის სამომავლო დასავლური დახმარების მოცულობა და შესაბამისად ომის ბედიც. არაა გამორიცხული, რომ პუტინის სტამბულის ხაბანკში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტისთვის იყო დაგებული, თავად რუსი დიქტატორი გაებას. მთელი ეს სპექტაკლი სახელად სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბულში დადგმული იყო ტრამპის გულის მოსაგებად, რადგან პუტინს სურს დრო მოიგოს და გააგრძელოს ომი ისე, რომ ტრამპმა დამატებითი მოქმედება არ დაიწყოს. Трампу, понятно, понимаете, ему тоже не так просто. Ведь ему... ტრამპი რთულ სიტუაციაშია. მას ერთი მხრივ უნდა რომ მიაღწიოს ზავს, ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ მეორე მხრივ არ სურს გაუბრაზდეს პუტინს. ზუსტად ისეთი პრობლემა აქვს, როგორც პუტინს. პუტინს უნდა რომ საომარი მოქმედებები გააგრძელოს. ოღონდ თან ტრამპთან იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ეს რთული მისიაა, მაგრამ ჯერჯერობით ახერხებს. მოკლედ, ორივეს უნდა რომ ერთმანეთთან ურთიერთობა არ გაწყვიტონ, მაგრამ თან საპირისპირო მიზნები აქვთ მისაღწევი. რადგან მიზნები სხვადასხვაა, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთობის შენარჩუნება ორივეს სურს, ამიტომ ტრამპი ყველა შანსს იყენდებს, რომ მოლაპარაკებების სივრცე არ დახუროს. შესაბამისად, მას შემდეგ რაც საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ პუტინმა ის დააიგნორა და სტამბულში არ ჩავიდო და გააკეთა ისეთი განცხადება, როგორიც მას ჩვევია. არაფერი მოხდება სანამ პუტინი და მე არ შევხვდებით. აშკარად ის არ აპირებდა ჩასვლას, მაგრამ აპირებდა და ფიქრობდა რომ მეც ჩავიდოდი. არ წავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი და არ მგონია რაიმე მოხდეს. ვიდრე ჩვენ არ შევხვდებით, მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ, რადგან ბევრი ადამიანი კვდება. თუკი წინასწარ იცოდა, რომ არაფერი გამოვიდოდა, რატომ მოუწოდა უკრაინელებს თურქეთში ჩასვლისკენ, ეს გაუგებარი რჩება, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ მას პუტინთან შეხვედრა უნდა. და უნდა ველოდოთ, რომ ტრამპის უახლოესი დღის წესრიგი, პირველ რიგში კი განცხადებები, სწორედ ამ შეხვედრის ორგანიზებისკენ იქნება მიმართული. Путин сделал свой ход. პუტინმა თავის სვლა გააკეთა, რომ ახალი სანქციების ზეწოლა აერიდებინა თავიდან და ტრამპი ამაში დაეხმარა. ახლა პუტინი შედარებით უკეთეს პოზიციაშია, მაგრამ მომავალშიც გამოუვა იგივე თუ არა, დამოკიდებულია როგორ შეაფასებს ტრამპი მის მოქმედებებს. ახლა ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, შედგება თუ არა პუტინის და ტრამპის შეხვედრა. თუკი პუტინი ამას თავს აარიდებს და თან უკრაინელების და რუსების შეხვედრიდან არაფერი გამოვა, მაშინ ტრამპს უკვე მოუწევს მოქმედება. პუტინს ახლა წესით არ უნდა უნდოდეს ტრამპთან შეხვედრა, იმიტომ რომ მას პირისპირ მოუწევს უარი უთხრას ცეცხლის შეწყვეტაზე. ტრამპს კი უნდა უახლოებს კვირებში პუტინთან შეხვედრა, მაგრამ პუტინი ალბათ ამას გადაუდებს.
რამდენი ხანს გააგრძელებს პუტინი ტრამპთან დიპლომატიურ კატათაგობანას და რამდენი ხანი მისცემს ამერიკის პრეზიდენტი რუს დიქტატორს თამაშის გაგრძელების საშუალებას ზუსტი პროგნოზი რთული გასაკეთებელია. თუმცა ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ფიქრობს, რომ ასე დიდ ხანს ვეღარ გაგრძელდება. მან უკვე მისცა ძალიან ბევრი შანსი და უპირატესობა პუტინს. დაწყებული უკრაინის სუვერენიტეტის საკითხებით, დასრულებული იმით, რომ თქვა, არ იქნება ნატო უკრაინისთვის. ეს თითქოს საკმარისი უნდა იყოს პუტინისთვის, მაგრამ არა, ის აგრძელებს თამაშს და ახლა მთელ 4 რეგიონს ითხოვს. მათ შორის იმ ნაწილებსაც, რასაც ის ვერ აკონტროლებს. ეს ყველაფერი კი შესაძლოა გახდეს ის, რაც ტრამპის მოთმინების ფიალას აავსებს, რადგან მას არ სურს, რომ ის დაამცირონ. მეორე მხრივ, ტრამპი ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს მშვიდობაზე. როგორც ჩანს, მშვიდობაზე ლაპარაკი და პარალელურად პუტინთან შესახვედრად გზების ძიება კიდევ გაგრძელდება. ტრამპის Fox-თან ინტერვიუც შესაძლოა სწორედ ამ წელში განვიხილოთ. ზელენსკი შესანიშნავი მოვაჭრეა, ჩემზე ბევრად უკეთესი. ის ჩამოდის ვაშინგტონში და მიდის 100 მილიარდი დოლარი ჯიბეში. ახლა მისი შესაძლებლობები შემცირდა. ბოლოს მხოლოდ 60 მილიარდი მიიღო. კონგრესი განაწყენებულია. ისინი კითხულობენ თუ საწავი და ეს ფული. ეს არის ჩემი მთავარი საზრუნავი. ჩვენ ვაძლევთ ჩეკებს და ისინი სადღაც ქრება. სად არის ფული? ეს განცხადება, რომ პუტინის გასაგონად გააკეთა დონალდ ტრამპმა, ამაზე ისევ მისი ყოფილი მრჩეველი აკეთებს აქცენტს. ტრამპი საერთაშორისო ურთიერთობებს უყურებს როგორც პერსონალურ ურთიერთობებს. თუ თვითონ პუტინის კარგი მეგობარია, ფიქრობს, რომ ესე იგი რუსეთს და ამერიკასაც კარგი ურთიერთობა აქვს. ის თulis, რომ მეგობრები არიან, მაგრამ პუტინი არ ფიქრობს, რომ ტრამპის მეგობარია. აი თქვენს მეგობარს საჯაროდ სილას გააწნავთ? არა. შეეცდებით სხვანაირად დაარწმუნოთ ის და გაარტყამთ ხალხს, ვინც არ მოგწონთ. დიახ, მათ შორის თუნდაც ოვალურ კაბინეტში. ამ ყველაფრის მერე ამერიკის 47 პრეზიდენტმა ისევ დიდი ასოებით დაპოსტა ორშაბათს პუტინს, ზელენსკის, ნატოს სხვა ლიდერებს ტელეფონით დაველაპარაკები და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველიო. ნახოთ რა გამოუვა საყოველთაო სატელეფონო საუბრებიდან დონალდ ტრამპს, მანამდე კი მისი წინამორბედის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის შეფასება მოვისმინოთ. 2025 should be a year of diplomacy. როდესაც გადავაბარეთ ხელისუფლება, მაშინ ვთქვი, რომ 2025 წელი უნდა იყოს დიპლომატიის წელი, მაგრამ ამ დიპლომატიამ უკრაინას უნდა დაუჭიროს მხარი. ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და კარგი შეთანხმება მიიღოს უკრაინისთვის. რაც მე მაშინებს არის ის, რომ 100 დღეში ჩვენ ვხედავთ, რომ ადმინისტრაცია რუსეთის მხარეს იჭერს. მე დიპლომატიის მომხრე ვარ, თუმცა მენდომებოდა დავინახო თვითონ პრეზიდენტ ტრამპის დაპირება შვიდობის ძალის გამოყენება. რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს არის არჩევანი მშვიდობა და ომს შორის. ჩემთვის ეს არ არის არჩევანი. არჩევანი არის ყალბმშვიდობას, რაც სინამდვილეში პუტინთან დანებებას ნიშნავს და რეალურ მშვიდობას შორის, რომელიც დაეხმარება უკრაინას, ისე დაასრულოს ომი და ისე გაძლიერდეს, რომ რუსეთი აღარასდროს დაესხას თავს. ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა და არა ყალბი მშვიდობა და იმედია ადმინისტრაცია ამას მიაღწევს. სანამ ტრამპის მოთმინების ფიალა აივსება და იძულებული გახდება იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ, მომავალ კვირაში დაგეგმილია შეხვედრები ბრიუსელში, სადაც ევროპელი ლიდერები იმ სანქციებზე დაიწყებენ მუშაობას, რომლის 12 მაისს ამოქმედება ტრამპის მოთხოვნით გადადეს. სანამ ტრამპი ორჭოფობს, ევროპელი ლიდერები ცალსახა მოქმედებაზე გადავიდნენ. იტალია მე-11 სამხედრო დახმარების პაკეტში უკრაინას გადასცემს 400 ერთეულ ჯავშან ტრანსპორტიორს. გერმანიამ კიევს გაუგზავნა 11 ერთეული ჰაერსაცილამდე სისტემა გეპარდი. თვითონ შეერთებულ შტატებში კი ორპარტიული სენატორები სულ უფრო ხშირად აკეთებენ განცხადებას ამერიკულ სანქციების აუცილებლობაზე. დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი ლინცი გრეჰემი ერთობლივ კანონპროექტით მოითხოვენ 500%-იან ტარიფებს რუსული ენერგორესურსების შემსყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსული პროპაგანდა კი მაინც თავის სტихияშია. Прозвучала фраза: "Не хотите 4 территории отдать? Отдадите 6". Сегодня сказали, что эта фраза прозвучала в ходе переговоров. Это же истинная правда. Так оно и будет. Поэтому вот Рубио, он как раз... Причем, обратите внимание, не хотите 4, отдадите 6. Даже не 5, сразу 6. Ну да, я думаю, что даже мы примерно знаем название. То есть Днепропетровская, господи, Днепропетровская область, область Сумская, да? Ну, это то, что вот сейчас... Я могу предложить другие варианты, если хотите. Но то, что сейчас кажется проще всего, ввиду того, что мы уже работаем на этой территории. Я думаю, что украинские стратеги прекрасно понимают, что это может быть не только 6, но и 8. Я знаю еще 2 области, которые нам крайне интересны, которые ближе к Черному морю. Почему бы...
პროპაგანდა ახალ მისაწებელ მიწებს ითვლის, უკრაინის მკვეთრ მხარდაჭერას გამოხატავს ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე ახალი პაპის სახით. პირველი მსოფლიო ლიდერი, ვისაც ლეონ მე-14 ელაპარაკა, სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკია. Да, но тем не менее. კათოლიკური ეკლესია ძალიან კარგად გრძნობს გამოწვევებს. მათ მიერ პაპის არჩევის მიხედვით შეიძლება გაიზომოს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მსოფლიოში. როდის აირჩიეს იოანე პავლე მეორე, მისი პოლიტიკური გენია მაშინვე იყო დანახული. ისმა მოღვაწეობამ ბევრად განსაზღვრა კომუნიზმის კრახი ცენტრალურ ევროპაში. და დღეს ლეონი არჩეულია სწორედ გარდამტეხ მომენტში. და ის რომ მან პირველად დაურეკა არა რომელიმე კათოლიკე ლიდერს, არამედ უკრაინის პრეზიდენტს. ხვდებით ეს როგორი სიგნალია. Фактом присутствия. ერთ-ერთი სიკეთე, რაც სტამბულში მოლაპარაკებებმა მოიტანა 1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმება. გაგრძელება თუ არა მსგავსი ფორმატის შეხვედრები და გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ახალ სანქციებთან მიმართებაში მომავალ კვირაში გაერკვევა. მანამდე კი შესაძლოა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ომი გრძელდება.